მოგესალმებით ყველას. დღეს გავახმოვანებ ბინარულ აქციონებზე ვაჭრობას. ძალიან დიდი ხანია თქვენთვის ვიდეოები არ ჩამიწერია, მით უმეტესად მსგავსი თემატიკის, რაც შეეხება ბინარულ ვაჭრობას. და მოკლედ ამ ვიდეოში ახლა გავახმოვანებ ჩემს ვაჭრობას. ეს ვაჭრობა შეგახსენებთ უკვე ჩაწერილი არის, ახლა უბრალოდ თქვენთვის ვახმოვანებ. და აი ახლა ერთ-ერთ მონაკვეთში შევედი ფსონში და აქ მოგიხაზავთ კიდეც თუ რატომ შევედი და ასე ვთქვათ, რას ველოდებოდი ამ ასე ვთქვათ ფსონიდან. აქ იყო მცირე დამავალი ტრენდი, იწყებოდა მცირე დამავალი ტრენდი. ეს OTC ვალუტები არის და რა თქმა უნდა 100%-ით და საერთოდაც ზოგადად თუნდაც 90%, თუნდაც 80%-ით მაინც არ უნდა ენდოთ OTC ვალუტებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაღალი პროცენტები OTC ვალუტებზე არის და შემოსავლიანობას გულისხმობ მაღალი პროცენტები არის და მაგიტომ შევედი. და აი ახ როგორც ხედავთ, მინუსი დავიჭირე სამწუხაროდ. შემდეგ ახლა მეორე ფსონს ვეძებ. სანამ მეორე ფსონს ვეძებ და სანამ შევდივარ მეორე ფსონში, თან ვილაპარაკებ. ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ხანია უკვე ბინარული აქციონებისთვის ვიდეოები არ ჩამიწერია. და რა ვიცი, ნახოთ ახლა პირველი ვიდეო არის, რომელსაც ვახმოვანებ. როგორც უკვე თქვენ ხედავდით, დავიწყე $320-დან. ეს $320 არ იყო მთლიანად ჩემი ჩარიცხული. აი აქ რატომ შევედი ფსონში, ალბათ თქვენ თვითონაც ხედავთ, იყო ჰორიზონტალური ტრენდი და ერთ-ერთი ხაზი არის აქ. და შევედი მაგ ხაზიდან. ჰორიზონტალური ტრენდის ხაზიდან. და რა მინდოდა მეთქვა, ანუ ეს $320 მთლიანად ჩემი არ იყო, ანუ 60% ბონუსი იყო. შესაბამისად $200 შევავსე კოდექსის ანგარიშზე. კოდექსი წაშლილი მქონდა, მე ჩემს სახელზე აღარ მქონდა კოდექსის ანგარიში, შესაბამისად დამჭირდა ახალი ემაილის გაკეთება, რომ ასე ვთქვათ, ეს კოდექსი თავიდან გამენახლებინა. მოკლედ ეს ახალი შექმნილი აკაუნთი არის, ახალი დეპოზიტი, პირველი დეპოზიტი და ნახოთ რა იქნება რეზულტატები. შემოგთავაზებთ ხოლმე მომავალში დიდი ალბათობით ვაჭრობას და ვაჭრობასთან ერთად სხვადასხვა რაღაც სიახლეებსაც შემოგთავაზებთ ხოლმე. თუ სად ვიყავი ამდენი ხანი, ალბათ ძალიან მალე ვიდეო გამოვა მაგაზე, უშუალოდ დეტალურად აგიხსნით თუ სად ვიყავი, რას ვაკეთებდი და რა ვიცი, ნახეთ თქვენ თვითონ თუ მოგეწონებათ, მე შეგიძლიათ შეაფასოთ. ეხლა კი უბრალოდ ვახმოვანებ ასე ვთქვათ ამ ფსონებს, აი აქ როგორც ხედავთ, შევედი კიდევ განმეორებით $22-ით უკვე 5 წუთებზე შევდივარ ფსონებში და ეს უბრალოდ ამოჭრილი არის რა თქმა უნდა. და აი ახაც შევედი უკვე დავინახე რომ ასე ვთქვათ აქ იყო აღმავალი ტრენდის ქვედა ხაზი, რაც შესაბამისად ძალიან კარგი ადგილი შეიძლება იყოს ფსონების გახსნისთვის. შესაბამისად შევედი ახაც უკვე ზემოთ წასვლაზე $3.22-ით 5 წუთზე. მაგრამ მე ხო უკვე ეს გახმოვანებული მაქვს, უпроსტად ხო უკვე ჩაწერილი მაქვს და შემიძლია გითხრათ რომ აი ეს ფსონები უკვე მე ვიცი ამ ფსონების რეზულტატები და პირველი ორი ფსონი პირველ ორ ვალუტაზე უпроსტად იყო მინუსში და აი ახლა ეს $62 რომელიც იყო $3.20-იანი იყო პლუსში. ანუ შესაბამისად რომ დავიწყე ვაჭრობა, პირველი 4 ფსონი იყო მინუსში. თვითონ 4 სიგნალი არ ყოფილა, მაგრამ 4 ფსონი იყო მინუსში. აი ახლა განვათავსებ კიდე ერთ ფსონს და ამ ერთი ფსონის რეზულტატის შემდეგ შევეცდები რომ დავიდე, ასე ვთქვათ და დავისვენო. იმიტომ რომ არც თუ ისე კარგი ვაჭრობა გამოვიდა პირველი ვაჭრობისთვის, მაინც პირველი ვაჭრობის ყოლობაზე შევედით კარგი შედეგი არის. თითქმის 2 წელი მოკლედ არ ჩამიწერია ვიდეოები. მოდი ბარემ ამ ფსონის ასე ვთქვათ ახსნას გეტყვით და მე გავაგრძელებ ამ ყველაფერს, რასაც გეუბნებოდით ახლა. ანუ აქ შევედი ახლა უბრალოდ ტრენდის გაგრძელებაზე ქვემოთ წამოსვლაზე და როგორც ხედავთ, კიდე შედის პლუსში ეს ფსონი. და ეხლა მინდა მცირეოდენად გელაპარაკოთ, ანუ სად ვიყავი ეს 2 წელი, რას ვაკეთებდი, ანუ ბინარულ აქციონებზე ვაჭრობით ხანდახან ჩემთვის ცოტას ვაჭრობდი, მაგრამ ვიდეოებს არ ვიღებდი. მაგრამ მოდი ჯობია მაგ ყველაფერზე ვისაუბრებ ცალკე ვიდეოში. მოდი ეგრე გავაკეთოთ, ცალკე ვიდეოს ჩავიწერ მაგისთვის და ცალკე ვიდეოში ვისაუბრებ. ეხლა აღარ დავიწყებ მაგაზე საუბარს, ეხლა უბრალოდ ვაჭრობის ვიდეო იყო და მოდი ვაჭრობის ვიდეო დავტოვოთ. აი ახლა გადავალთ ჩემს სტატისტიკაში და როგორც ხედავთ, აქ გაჩვენებთ ჩემს სტატისტიკას. ეს არის მთლიანი სტატისტიკა ამ აკაუნთისთვის, რადგან ეს აკაუნთი ახალი არის, მეტი ფსონი აქ რეალურ ანგარიშში არ არის და აი თქვენ თვითონ ხედავთ სტატისტიკას, რა ვიცი, შეაფასეთ თქვენთვის როგორია, კარგია, გლახა არის თუ რა არის. ნუ რა თქმა უნდა, პირველი ვაჭრობისთვის, პირველი დასაწყისისთვის გლახა არ არის. მოკლედ, დაგემშვიდობებით ამ ვიდეოზე. თქვენი მყოფებით ახსნეთ რადინვეს იმყოფებოდით, მე მქვია შოთა. და რა ვიცი, ეს დასაწყისში უნდა მეთქვა, მაგრამ ბოლოსაც გამოდგება პირველი ვიდეოსთვის. კარგით, მოკლედ კარგად და მშვიდობიანი დღეები გქონოდეთ, რა ვიცი. და წარმატებები ყველა სფეროში, სადაც არ უნდა იყოს. კარგად.